დოლარი გაუფასურდება და მოდი რაღაცა ისეთი მინდა რომ სადაც უსაფრთხო თუ არ და ეს არის როგორც უკვე რა ვიცი 2000 წელი ოქრო. მე არ ვიცი რა საკეთებს დღევანდელი ადამიანი და რამდენად ყიდულობს უშუალოდ ოქროს ზოდს, მაგრამ კარგად შეინახო. ეხლა მოდი გადავიდეთ თანამედროვე ვერსიაზე, რომელიც დღეს იდეაში სალაპარაკოს მოვედით, რომელიც არის კრიპტო ოქრო, ანუ ტეზერ გოლდი. მე რამდენადაც ვწდები, ტეზერის ფასი არის თავიდან ბოლომდე ჩაბმული ოქროზე. ოქროს ფასი იმატებს ტეზერი. რამდენი არის მინიმალური, რაც შემიძლია შევიძინო? არის 5 ლარიდან შეიძლება შეიძინო. 5 ლარით. ჩვენ 5 ლარად ოქროს ბირჟაზე რომ მიხვიდე, მე მგონი დიდხანს ვერ გაჩერდები. ანუ ტვერსაც ვერ იყიდი რა. ხო. ოქროს ტვერს. არა, ალბათ გავხდები მეც ერთ-ერთი ინვესტორი. გამარჯობა, მე ვარ გიორგი, ეს არის BitNet-ის პოდკასტი. დღეს უნდა ვიყავაროთ საკმაოდ საინტერესო თემაზე, რომელიც არის ოქრო და კრიპტო ოქრო და თუ არსებობს ეს რას ნიშნავს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ირაკლი, რომელიც აქვს თავისი YouTube ჩანელი. გამარჯობა. ცოდნის პორტალი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და დღეს ვილაპარაკებთ ოქროზე. მადლობა პირველ რიგში დღეს ჩვენთან ხარ და ჩვენი სტუმარი. მადლობა დაპატიჟებისთვის. მოდი პირდაპირ დავიწყოთ თემით. სანამ კრიპტო ოქროზე ვილაპარაკებთ, ხო, ოქრო არსებობს უკვე, არსებობს რაც დედამიწა არსებობს და კიდევ უფრო დიდხანს და რატო არის ოქრო ესეთი პოპულარული ადამიანებისთვის, როგორც სანდო, ინვესტიცია ან რაღაცა ფულის შენახვის მექანიზმი? მაშინ იმისთვის რომ ანუ მანამ სანამ ოქრომდე მივალ, მანამდე ბევრად უფრო ძველ ისტორიებს უნდა გადავხედო, ოდესღაც ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ ვიღაცას ერთი რაღაც პროდუქტი გამოსდის კარგად, მეორეს დაუშვათ საქონელი ყავს. და ნუ მოიფიქრეს, ასე ვთქვათ, ამ საქონლის გაცვლა, გამოცვლის და ვაჭრობის, ასე ვთქვათ, პირველი ვერსია, რომელსაც მე უკვე მომავალში ბარტერი დაერქვა. მაგრამ მე დროსთან ერთად მიხვდნენ, რომ მე რომ პირობითად ერთი პური მინდა მთელ საქონელს ვერ გავცვლი ერთ პურში, ამიტომ ჭირდება რაღაც, რაც ჩემი საქონლის ფასს განსაზღვრავს და ამიტომ მოიფიქრეს, რომ რაღაც ნივთი ან რაღაცა მასალა, რომლის დამუშავებაც, გაყალბებაც და ასე შემდეგ რთული იქნებოდა. უნდა გამხდარიყო ამ ერთი კონკრეტული საქონლის პირობითად მეწაღე თუ ვიყავი ჩემი ფეხსაცმლის ღირებულების ეკვივალენტი. და ასე მოიფიქრეს ის რომ გამოიყენებინათ კონკრეტულად ოქრო. თუმცა სანამ ოქროს გამოიყენებდნენ, სხვა რაღაცებსაც იყენებდნენ და მთელი რიგი რაღაცები იყო, ნიჟარებსაც კი იყენებდნენ, ქოქოსებსაც და ანუ აი უამრავ რაღაცას იყენებდნენ, მაგრამ არ იყო სტაბილური ასე ვთქვათ. ანუ რამოდენიმე ფუნქციას არ აკმაყოფილებდა, რაც ფულს ჭირდება, რომ რეალურად გამოიყენებოდ. და თან მოკლედ ოქროს მოპოვებაც არ იყო მარტივი ამბავი, ახლა წარმოედგინე ქოქოსნების მიერ კუნძულზე, სადაც ქოქოსები ნიჟარებიც ბევრი. ადგები მიხვალ და კი ბატონო, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს ნიჟარასაც და ნუ ოქროს ეგ პრობლემა როგორც ასეთი არ ქონდა. დაიწყეს მოკლედ ოქროს მოპოვება, შემდეგ გადადნობა. თუმცა მანამ სანამ გადადნობამდე მივიდოდნენ მანამდე ბუნებრივი ანუ არა მონეტა ოქროებს, არამედ უბრალოდ ოქროს მადანს იყენებდნენ. მაგრამ მერე უკვე მანდაც პრობლემა შეიქმნა, იმიტომ რომ მე თუ პირობითად ერთი ოქროს მონეტა მაქვს, რომელიც დაუშვათ 5 გრამ ოქროს უდრის და მინდა ისევ და ისევ ერთი პური ვთქვათ, რა უნდა გავუკეთო ამ ოქროს. ამ ოქროს ვერ ჩამოუახერხავ, ვერ ავწკვნი, ვერაფერს ვერ გავუკეთებ. ამიტომ მოიფიქრეს ესეთი, ასე ვთქვათ, საცავი, სადაც შეინახება ოქრო. ამ საცავის მეპატრონე წყალებში ეს ძალიან ისე ხარწივად დავხსნი. კი ბატონო. ხო, გაძლევ შენ იმის დასტურს, დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ შენ საცავში გაქვს შენახული ესა და ეს კონკრეტული რაოდენობის ოქრო. და მაშინ, როდესაც შენ ყიდულობ ისევ და ისევ პირობითად პურს ამ ქაღალდის სანაცვლოდ, მიდის ეს ადამიანი შემდეგ ამ საცავში, მაშინ როცა ეს ოქრო დასჭირდება და ანუ მოკლედ ამ დოკუმენტის დახმარებით იღებს ოქროს. ოქროს, რომელიც ეკუთვნოდა იმ ნივთის სანაცვლოდ, რომელიც მან შენ მოგცა. კი ბატონო. ასე შეიქმნა იდეაში პირველი ფული. ხო. და ანუ ეს იყო პირველი ფულის ერთეული, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ნუ ამ ფულს თავისი პრობლემები ჰქონდა, რა თქმა უნდა. მათ შორის შემდეგ უკვე შექმნილ ოქროს სტანდარტსაც, რომელიც დღეს პრინციპში რომელსაც დღეს არავინ აღარ იყენებს. ნიქსონის მერე 1971 წლის მერე. მოდი სანამ ოქროს სტანდარტამდე მივიდეთ, ანუ ხო თვითონ ოქროს მონეტა, ანუ რითი განსხვავდება ოქრო სხვა მეტალებისგან, ხო ეგეც არის, იმიტომ რომ დღეს არის რომ აი მაგათაც ვერცხლის ფასიც იწევს და რაღაცა შეიძლება პლატინიუმის და რავი კიდე სხვა იმის იწევდეს, მაგრამ ოქროს აქვს ერთი ძალიან კაი თვისება, როგორც შენ უკვე თქვი, რომ ესეთი ძალიან ცოტა არის და მოპოვებაც არ არის მარტივი, ანუ ოქროს ფასი რო იზრდება, არნიშნავს რომ მე მეორე მხარეს ვიღაცა წავა და ამოთხრის უცბად ბევრ ოქროს, იმიტომ რომ ეგ არ ხდება. სხვა მეტალებს ხო, ნუ ელდორადო თუ იპოვა და ატლანტისი შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ეგრევე ხდება.
ეგ თუ მოხდა არის ბევრი სხვა საინტერესო რამეც მოხდება ალბათ. ხო და ისტორიაში ყოფილა მაგალითები რომ სხვა ადამიანებს გააკეთეს რაღაცა სხვა მეტალებზე აქცენტი რომ ოქრო თუ გაიზარდა მოდი მე ხა რაღაცას ვერცხლში გავაკეთებ და არის ერთი ცნობილი მაგალითი ორი ძმა იყო რომელსაც გადაწყვიტა რომ რაღაც სხვა მეტალი არჩია და ძალიან დიდი რაოდენობა იყიდეს მაგრამ რა მოხდა მე რომ გაძვირდა ხო სხვა ადამიანმა დაიწყეს რაღაც ამოთხრა იპოვეს ის მეტალი და იმ მეტალის ფასი დაიცა და გაკვეთდა ძალიან მდიდარი ოჯახი ესე რომ ვთქვა და ოქროს შემთხვევაში უკვე რეალურად ეს არის რომ 1000-ობით წელი ეგ ვერ ხდება ანუ დღესაც წავიკითხე რომ ოქროს რაოდენობა წელიწადში იმატებს რაღაცა 1 ან 2% ეგ არის მაქსიმუმი და რაც არ უნდა იყოს ოქროს ფასი ეგ ვერ შეიცვლება და მეორე ნაწილი არის თვითონ ქიმიური ნაწილიც ხო ანუ ოქრო არ შედის რეაქციაში სხვა ნივთიერებებთან ანუ შეიძლება ითქვას რომ წმინდა მეტალია და მისი გაყალბებაც ბევრად უფრო რთულია თუმცა მაშინ როცა ოქროს ვიღებთ ოქროს სხვადასხვა სინჯები გვაქვს ახლა ბეჭედსაც რომელსაც თითზე ვატარებთ შენს და მეც ანუ სხვადასხვა სინჯი შეიძლება კონდეს არის რაღაც სუფთა ოქრო 999 სინჯი იგივე 24 კარატი თუ სწორად და მე 700 რაღაცა 18 კარატი და ასე კი ანუ აი ეგ არის უკვე შენადნობი რამდენად სუფთა არის რა და მონეტის შემთხვევაში ასე იყო. თუმცა ოქროს შემთხვევაში იყო რაღაც გაყალბებები, რაღაც ძველი ის მახსოვს თქმულებასავით არის თუ ლეგენდასავით არის, რომ ოქრო მისცეს ერთ-ერთ ოქრომ ჭედელს, რომელსაც მონეტები უნდა გაეკეთებინა და ბევრი სპილენძი გაურია და რაღაც ანუ რეაქციაში შევიდა რა, ნუ ეს ძალიან მარტივად რო ახსნა და ეგრე მიუხვდნენ რომ გაყალბდა და ამიტომ გაყალბებული ოქროს გამორკვევაც ბევრად უფრო მარტივია ვიდრე სხვა მეტალების რა. ხო, აი ხა რო დავდოთ აქ 999-იანი ოქრო და 1000 წელი კი არა, რავი 1 მილიონი წელი რო იდოს, საერთოდ ზუსტად ის იქნება, რასაც აი ხა დავდებთ და ეგ სხვა მეტალს არ შეუძლია. კაი, მოდი ახლა გადავიდეთ ოქროს სტანდარტი, ხო? ანუ აქ შენ როგორც თქვი, ანუ ისა მე რომ მქონდა ოქრო ბანკში მიმქონდა და ისინი რაღაც ქაღალდს მაძლევენ ფულს, რასაც თუ ეძახით და ნუ მე რაღაც სახელმწიფო მაიღო ეს თავის თავზე, ხო? და რეალურად ამერიკაში ერთი პერიოდი საერთოდ სახში ოქროს ოქრო არ უნდა ქონოდა ჩვეულებრივ ადამიანს, ანუ ყველაფერი უნდა ყოფილიყო ბანკში და ესე რომ ვთქვათ ეროვნული ბანკი, სიმარტივეს ვთქვათ, მაგრამ ამერიკაში სხვა სისტემა, ფედერალური რეზერვი და ასე შემდეგ არის, ის ბეჭავდა ფულს და მქონდა ესეთი ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტი, ანუ რაც ოქრო იყო, მხოლოდ ის რაოდენობა ოქრო, ისა ფული უნდა არსებობდეს და ნუ ბევრი იძახის რომ ეგ იყო ძალიან კაი დრო, იმიტომ რომ ინფლაცია და რაღაცა უფრო კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა მე 60-იან წლებში ხო 60-იანი იყო თუ 1971 წელი იყო მაშინ როცა ნიქსონმა განაცხადა რომ მოდი სახელმწიფოს ენდეთ და ჩვენს ნდობაზე იყოს დამყარებული ის ფაქტი რომ რაღაც ჩვენ გვაქვს ამ და ამ რაოდენობის ოქრო რეზერვში. კი ბატონო, ოღონდ არავინ არ იცოდა რეალურად იყო თუ არა. კი და მახსოვს გონი ახლა ბოლო არჩევნები რო იყო და ტრამპი რომ მოვიდა იმასაც კი ამბობდა რომ მოდი ერთად შევამოწმოთ ფედერალურ რეზერვში რამდენი არის ოქრო რამდენი ოქრო არის კი ბატონო ხო და ზუსტად მაგ დროსაც რაღაც დიდი პრობლემები იყო იმიტომ რომ არ ენდობოდა ხალხი და სხვა ქვეყნები ნიქსონს საფრანგეთმაც მე მგონი გამოითხოვა რაღაცა თავისი ოქრო და რაღაცა გემით მიადგა ნიუ-იორკში ჩავიდა გემით და ის ოქრო უნდა წამოიღოთ იმიტომ რომ მეორე სოფლიო ომის მერე მთელი ეს ოქრო ამერიკაში ინახებოდა სწორედ თუ მახსოვს და დოლარსაც პრობლემა შეექმნა ხო იმიტომ რომ როცა არის ის ოქრო მართლა არის თუ არა მართლა გაქვს თუ არა ხო და მე ნიქსონს მოუწია რომ რეალურად თქვა უარი ოქროს სტანდარტზე ხო დრამატ მისცა იმის საშუალება რომ ებეჭდა იმდენი ფული რამდენიც მიდიაში მოუნდებოდა ხო და გადავიდეთ უკვე დღევანდელ რეალობაში და მე უკვე პეტროდოლარიც გახდა ანუ უკვე ნავთობი ხო და არა ოქროზე და ხო ნავთობი გახდა მთავარი რავი ეს ნივთიერება რომელიც უკან დგას დოლარი თუ იმის წინ დგას დოლარი და რეალურად დღემდე მაგ დროში ვცხოვრობთ ხო რომ დოლარი არის სახელმწიფო და საერთაშორისო რეზერვის ვალუტა და რეალურად ყველაფერი ივაჭრება დოლარში იმიტომ რომ ამის უკან დგას ნავთობი და მაგის სვიობას ახლა ცდილობენ ბევრი სხვადასხვა სახელმწიფოები მათ შორის რა თქმა უნდა ჩინეთი და შეიძლება როგორც ამბობენ ოქროს ბუმიც მაგან გამოიწვია რომ ბევრი სახელმწიფო ახლა ყიდულობს ოქროს და ნუ ბევრი ადამიანს დაინტერესებს გასათვალისწინებელი ერთი რაღაცის თქმაც პრინციპში შეიძლება უშუალოდ ოქროზე რომ გარდა იმისა რომ ოქროს მონეტები ბეჭდები და სამკაულები კეთდება ოქრო მთელ რიგ თანამედროვე ტექნოლოგიაში გამოიყენება მათ შორის დედაპლატებში პროცესორებში არა იმ რაოდენობით რომ ძალიან ცოტა რაოდენობით მაგრამ საჭირო მასალა არის რა გამტარიანობა რამხელა აქვს მაგაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული და შესაბამისად ოქროს იყენებენ კიდეც რა და ჩინეთისთვის ოქრო მაშინ როდესაც ერთ-ერთი ნუ არ ვიცი რამდენად წამყვანია მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტექნიკა მან იწარმოება
დაჭირდება ნიშნავს რა ხო. კი ბატონო. ოკეი, ეხლა რო გადავიდეთ საქართველოს რეალობაში, ხო? ანუ ჩვენ საქართველოშიც, რავი, ის რომ ოქრო გაჩუქონ, რავი, ქორწილში ან რაღაცა ბავშვის ნათლობაში ან რაღაცა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ძალიან პოპულარული საინვესტიციო რაღაც არის ოქრო, ხო? ესე შეიძლება ითქვას. თუმცა გააჩნია ოქრო, ანუ რამდენად ოქროა გულისხმობ იმას, აი ბეჭედი რადგან ვახსენე, შენი არის ოქრო, ჩემი არის ნაკეთობა და რეალურად შეიძლება ჩემი ნაკეთობა ძვირი ღირდეს მაშინ როცა მე ვყიდულობ, მაგრამ გაყიდვის დროს მხოლოდ ოქროს ფასი არის. კი და ოქროს წონა არის გასათვალისწინებელი რა. და მათ შორის გუშინაც წავიკითხე, რომ მიკროსაფინანსოებში დევს 1.3 ლარის ოქრო და სხვა ნივთებია. ეხლა სხვა ნივთები არ ვიცი, მაგრამ უმეტესობა არის რეალურად ოქრო. და ლომბარდეს. ანუ რეალურად ოქროს დღემდე ვიყენებთ, რავი, როგორც ვიყენებთ 2000 წლის წინ, ხო? ანუ მიდიხარ სადღაც და ის ფულს გაძლევს და ნუ მე თუ ფული დააბრუნე, რა თქმა უნდა, ოქროს გიბრუნებს. ხო. თუმცა ხო, ოქროს აქვს რამოდენიმე პრობლემა, ხო? ანუ ჩვეულებრივი ადამიანი რო ვარ და მე რო მინდა გავაკეთო ინვესტიცია ოქროში, ხო? რაღაცა რამოდენიმე გზა მაქვს, როგორ შემიძლია შევიზინო ოქრო. ხო? პირველი არის, რავი, წავიდი მაღაზიაში, რავი, რაც არ უნდა იყოს და ვიყიდე რაღაცა ოქროს ნივთი, საყურე ბეჭედი, რაღაცა, მაგრამ როგორ შენ აღნიშნე, მე მხოლოდ ოქროში არ ვიხდი ფულს, არამედ ვიხდი ნაკეთობის მარკეტინგში და რავი, კომპანიას ვიხდი ფულს. და ხო რო გავყიდო, შეიძლება ვერ გავყიდო იმ ფასში და თან რა ვიყიდე, ეგეც შეიძლება ზუსტად არ ვიცოდე, თუ არ არის სანდო მაღაზია, ხო? იმიტომ რომ იქ შეიძლება დააწერონ რომ ეს არის 700 რაღაცა 65-იანი, თუ 999-იანი და რეალურად აღმოჩნდეს 333-იანი თუ რაღაცა. კი ბატონო. ხო მაგ დროს გამოსავალი ის არის რომ იყიდო ოქროს ჯოდი, რომელიც იყიდება საქართველოში, მაგრამ მანდაც იმ პრობლემას წააწყდები რომ მაშინ როდესაც გაყიდვისა და შეძენის ფასის სხვაობა რეალურად საკმაოდ დიდი არის და ამ დიდი სხვაობის გამო თუ კი პირობითად ამაზე ფიქრობ როგორც ინვესტიციაზე და არა ვიღაცისთვის ბავშვის ნათლობაში საჩუქარზე. მაგ შემთხვევაში შეიძლება ბევრად უფრო დიდხანს მოგიწიოს ლოდინი იმისთვის რომ გაიზარდოს თანხა, რომ მინიმუმ ეგ ფასტაშორისის სხვაობა ყიდვისა და გაყიდვის დაგიბალანსოს და გიღირდეს რომ აი შეიძინო და მე უკან დააბრუნო უდესღაც. ანუ რო თქვა არსებობს სოფლიო ფასი, რომელიც თქვა პირობით ვამბობ ეხა გუშინაც და გუშინ წინ იყო მე მგონი $5,000 და როცა მივდივარ ოქროს ბირჟაზე იქნება ეს თუ მაღაზიაში, იქ რეალურად ვიხდი თქვა 5,200. ან შეიძლება მეტიც იყოს, რაც ნიშნავს 200 დოლარით უნდა გაიზარდოს სოფლიო ბაზარზე. ფასი რომ იგივე ფასში მაინც გავყიდო ის. ხო, ანუ მაღაზიიდან გამოვა თუ არა უკვე 20% შეიძლება მეტიც აკლდება ჩემ ოქროს, ხო? და ეგ რეალურად სხვა შორის ეს ყველგან ესე არის, ეს არის რაღაც ქართული პრობლემა, თუნდაც ნიუ-იორკში ან რაღაცა უფრო დიდი, უფრო მასშტაბური მაღაზიებიცა და რაღაცა მევაჭრეები ოქროსი, იქაც იგივე პრობლემა არის. ნუ ეგ ძალიან ბუნებრივია რა. მაშინ როცა რაღაცა ნიუც ყიდულობ, გაყიდვის დღიდან ტელეფონი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა რამ, როგორც კი ხსნი უკვე მორჩამ ის საბაზრო ღირებულება ბუნებრივი აღარ აქვს. კი ბატონო. და ისეც ხო რისკისგან თავს იზღვევს, ხო ხო რო ჩამოვარდეს ფასი, ოქროსი ან გაიზარდოს ან თავის უნდა დაიზღვის. ხო, სანამ სხვა შესაძლებლობებზე გადავთ, როგორ შეიძლება ოქრო ვიყიდოთ და შევინახოთ. შენი აზრით, ანუ ეხა გვაქვს ისეთ პერიოდი, რომ ოქრო არის რეკორდულ ჰაიზე, ხო, რაღაცა 90-იან წლებში. ნუ ერთი თვის წინ უფრო იყო. ხო, ნუ ამ პერიოდზე ვაპარაკობ, ეხა ბოლო 1 წელი, ესე რომ ვთქვა, რაღაცა ძალიან გაიზარდა მოთხოვნა ოქროზე. რას ფიქრობ, რა არის აქ მთავარი მიზეზი? თუ გიფიქრი ამ საკითხზე. სიმართლე რომ გითხრა, წარმოადგენა არ მაქვს, რომ თქვა ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს თქო, ეგ ეს ტყუილი იქნება, ნუ პრინციპში გუშინ ხედა 4,850-მდე დოლარი ღირდა ოქრო საერთაშორისო ბაზარზე. რაც შეეხება ზრდის ტენდენციას, არ გამოვრიცხავ, რომ ტექნოლოგიურმა ზრდამას გამოიწვია, იმიტომ რომ ახლა ნელ-ნელა ძვირდება ვიდეო ბარათები, დედაპლატები, პროცესორები და ოპერატიული მეხსიერება. არ ვიცი რამდენად არის ოპერატიულ მეხსიერებაში ოქრო, მაგრამ შეიძლება იყოს და მაგასთანაც იყოს დაკავშირებული. არც ეგ არის გამორიცხული. წარმოება იმატებს ტექნოლოგიის წარმოება იმატებს და შესაბამისად ოქროს გამოყენება შეიძლება კი და ოქროს ფასის ზრდაც მაგასთან იყოს დაკავშირებული. ამას გარდა ჩემი აზრით უფრო აი კრიზისული გარემოც არის, იმიტომ რომ ცოტა გაურკვევლობა არის სოფლიოში იმ კუთხით, რომ რა მოხდება ამერიკა-ირანის შორის და რაღაცა და ანუ და ძალიან გაძვირებულია თან ფასიანი ქაღალდების და ცოტა ანუ შენ იმას ამბობ რომ შიში აქვს ხალხს იმის რომ შეიძლება ომი დაიწყოს რაღაც მოხდეს და ამიტომ მე ეგრე მგონია ხო და თან ის რომ აქციების ფასი ისეთ რეკორდულ ჰაიზე არის რომ ან ბაბში ხო არა ვარ და ხო არ გასკდება ეს ბაბლი ფასები ხო არ ჩამოვარდება დოლარი გაუფასურდება და მოდი რაღაცა ისეთი მინდა რომ სადაც უსაფრთხოდ ვარ და ეს არის
როგორც უკვე, რა ვიცი, 2000 წელი ოქრო და მოდი ოქრო მეკითხება. და მაგ იმაში და მეორე თეორია ჩემი რაც წავიკითხე არის რომ თვითონ სხვა სახელმწიფოები ამერიკის გარდა ყიდულობენ ოქროს შეიძლება არის სიმართლე რო გითხარი როგორც უკვე გითხარი რომ თქვა რაღაც ყოველდღიურად ვამოწმებთ ოქროს ნამდვილად არა მაგრამ თუ ვინმე ფიზიკურად ყიდულობს ოქროს ერთ რაღაცას შევახსენებ ფრაზეს ცოტა ხნის წინ შეგვიძლია ესე გველაპარაკა და მეც გამორჩა ის არის რომ თავის დროზე მაშინ როდესაც მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ეს ოქრო სადღაც უნდა შეინახოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო რომ ამ ოქროს როცა ყიდულობ ამდენ მონეტას კაი დაუშვად ვიღაცამ 1 კილო შეიძინა ამ ტრანსპორტაცია გადატანა გადმოტანის პრობლემა იყო და ნუ შესაბამისად მით უმეტეს რაღაც მე-15-მე-16-დან მე-20 ნუ მე-19-ის ბოლომდე ეს მეკობრეობის პრობლემა მაშინ როდესაც გემიდან მიდიოდი გემის დახმარებით სადღაც სავაჭროდ მან ხო ეგ ძალიან დიდი და კატასტროფული პრობლემა იყო რა იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაც თავს დაგსხმოდა ამიტომ მე არ ვიცი რას აკეთებს დღევანდელი ადამიანი და რამდენად ყიდულობს უშუალოდ ოქროს ზოდს, მაგრამ კარგად შეინახოთ. ხო, რეალურად ხო, მაგაზე შეგვიძლია გადავიდეთ, ხო, როგორ შემიძლია გავაკეთო ოქროში ინვესტირება. ყველაზე მარტივი, წავედი ოქროს ბირჟაზე, ვიყიდე რაღაცა ოქროს ზოდი და შევინახე სახში, ან ბანკის სეიფში, ან ასე შემდეგ. რასაც ნუ გარკვეული პრობლემები შეიძლება მოყვეს, ვერ გავყიდო იმ ფაში, რაც უნდა ღირდეს, უნდა რაღაცა რისკი ავიღო ჩემ თავზე, დაზღვევა უნდა მქონდეს რაღაცა. მეორე და ერთ-ერთი კი ყველაზე დიდი რეალურად საინვესტიციო გზა ოქროში არის ეგრეთ წოდებული ETF-ი, ეს არის Exchange Traded Fund, ანუ არის კომპანია, მაგალითად BlackRock Deep State-ის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ამბობს, რომ მე ვიყიდი ოქროს და შევინახავ შენთვის. და შენ შეგიძლია იყიდო ფასიანი ქაღალდი, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს ოქრო მართლა არსებობს და ოქროს ფასი ზევით უწავა. მაშინ შენი ფასიანი ქაღალდის ფასი ზევით წავა, თუ ქვევით ჩამოდის, ქვევით ჩამოვა და მე ვარ გარანტორი, რომ ეს ოქრო მართლა არსებობს და მართლა ინახება სადღაც. ხომ არ არსებობს მანდ ისეთი რისკი, რაც თავის დროზე სახელმწიფომ გააკეთა? რომ ერთვენ იღდღეს ამანათს როგორც გარანტორმა, პრინციპში ზუსტად ისევე როგორც სახელმწიფომ ან ხელისუფლებამ თქვას, რომ იცი რა, უბრალოდ მენდე. ხო, ნუ უბრალოდ მენდე BlackRock-ი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია სოფლიოში და ადამიანის ისტორიაში, რომელიც 3 ტრილიონის თუ რაღაც აქტივებს შეგახსენო, რომელიც სახელმწიფოა ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან კარგი, როგორც ჩვენი პარტნიორი, მე როგორც ვიცი. ხო და რეალურად ნუ ნდობა აქვს მაგ პროდუქტს ბაზარზე დღესდღეობით და ნუ ეგეთი პრობლემა ჯერ არ ყოფილა და ნუ ნიუ-იორკში ივაჭრება მაგათი ფასიანი ქაღალდები, ქართულ მოხარებისთვის ხელმისაწვდომი არის საქართველოს ბანკებით და ნუ ითვლება ყველაზე სანდო და რეალურად ბევრი მაგასაც ამბობს, ან რას აკეთებს ეგეთი კომპანია და რატო ხდება ეგ საინტერესო და მე გალევად კრიპტო ოქროზეც. როცა ეს კომპანია ერთვება რაღაც ბაზარზე, თუნდაც ბიტკოინი იქნება თუ ნავთობი თუ რაღაცა, ხელმისაწვდომს ხდის ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ხო? იმიტომ რომ აქამდე თუ ოქროს ზოდი უნდა გეყიდა და სახში წაგიღო, შენ შეგიძლია სახში იჯდე და აპლიკაციაში იყიდო ოქროს რაღაცა ETF-ი და მერე უკვე ხო და ანუ შენც ხდები ბაზრის მონაწილე, რაც აქამდე შეუძლებელი იყო 80-იან წლებიდან უკვე შესაძლებელი არის. და რეალურად აქ შემოდის ბევრი ლიკვიდურობა, იმიტომ ბევრი ადამიანი ემატება და ბაზარი უკეთესად არეგულირებს ფასს. და შესაბამისად ოქროს ფასის ზრდა თვითონ ამ ETF-ის გაშვებიდან ბევრად უფრო გაიზარდა, ვიდრე მანამდე იზრდებოდა და უფრო სტაბილურად იყო ოქროს ფასი. ანუ ესე იგი მაგასაც გამოუწვევია ნაწილობრივ ოქროს ფასის ზრდა. ეგრო გაიშვა, მაგის მერე ავიდა, მერე ჩამოვიდა რაღაცა, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ხდება ბაზრის მონაწილე, რაც ზოგადად ამობენ კარგია, რომ იმიტომ რომ ფასი უკეთესად გინდება, რაც უფრო მეტი ადამიანი არის და ბაზარი უფრო ღია არის და უფრო დიდი ლიკვიდურობა აქვს. ეხლა მოდი გადავიდეთ თანამედროვე ვერსიაზე, რომელიც დღეს იდეაში სალაპარაკოს მოვედით, რომელიც არის კრიპტო ოქრო, ანუ Tether Gold-ი. სანამ გადავალთ, ერთი ესეც საკითხი მინდა მაყურებლის გასაგონად უფრო იქნება. მე მირჩევნია, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდეს, ოღონდ არა იმიტომ, რომ ეს ჩემი არჩეული პოზიცია, მხოლოდ იმიტომ, რომ მაყურებელმა უფრო უკეთესად გაიგოს, რამდენად სანდო შეიძლება იყოს დაუშვად ეს BlackRock-ი რა. Tether-ი ამ შემთხვევაში. ხო, ანუ ამ შემთხვევაში Tether-ი. რამდენად არის დაუშვად, ანუ კაი გარანტია, გასაგებია რომ მე დიდი კომპანია ვარ, მე შენ გაძლევ გარანტიას. ამის მიღმა რა არის რაიმე დოკუმენტები, მაშინ როცა მე ვყიდულობ
ამ კომპანიის გავლით ოქროს რა მიქნის იმის გარანტიას რომ სადღაც არის შვეიცარიაში თუ სადაც არის შვეიცარიაში? კი. ოკეი. ატომურ ბუნკერში შვეიცარიაში. ხო, ანუ რა მაძლევს იმის გარანტიას რომ მართლად გება ვიღაც ადამიანი ყიდულობს და ყიდის მაჩვენებს კამერით არა, მაგრამ ხო, ესე იგი ორი რაღაც არის, რასაც ტეზერი აკეთებს, რომ შენ რით შეიძლება დარწმუნდე ან არ დარწმუნდე, რა თქმა უნდა, თუ ხარ ძალიან სკეპტიკური და გიჩვენე რომ ყველაზე ატარო შენი ოქრო შეგეყელზე ატარო. არა, მე კიდევ ერთხელ გამერ მხოლოდ მაყურებელს ვაპარაკობ და ინტერესთან გამომდინარე. კი. ესე იგი ორი თემა, ერთი არის აუდიტი, რომელსაც ატარებს დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ამოწმებს რომ მართლა არსებობს თუ არა ეს ოქრო, ეს ტარდება კვარტალში ერთხელ, სადაც ეს ხო იცვლება, ხო, ან ტეზერ გოლდი ყიდვა მიდის, გაყიდვა მიდის, შესაბამისად ოქროს რეზერვიც უნდა იცვლებოდეს, რაც უფრო მეტი ადამიანი ყიდვობს, რა თქმა უნდა, ოქროს რეზერვი უნდა იზრდებოდეს. და მაგას აკეთებს ეს კომპანია, კვარტალში იდება შედეგი, რამდენი ოქრო იყო მართლა შენახული, რამდენი ტეზერ გოლდი იყო გამოშვებული და შესაბამება ეს თუ არა, ანუ ბალანსი არის თუ არა. ეს ერთი. მეორე რაც არის და რაც ტეზერი აკეთებსაც სხვა არ აკეთებს, შენ შეგიძლია როცა ყიდვობ ტეზერ გოლდს და გაქვს ეს ბლოკჩეინზე, შეგიძლია გადაამოწმო თვითონ ამ ტრანზაქციით იგი ის შესაბამისი ოქრო დევს თუ არა, ხო, ტრეზორში ესე რომ ვთქვათ და არ გაქვს რაღაცა ციფრები და იმის მიხედვით მიდიხარ ტეზერის ვებსაიტზე, შეგიძლია იქ ჩაწერო და ის ამოგიგდებს მე ზუსტ ინფორმაციას, რომ რამდენი არის ამ ზოდში, რამდენია შენი წილი და ასე შემდეგ. ეგ შეგიძლია გააკეთო, რასაც მაგალითად BlackRock-ში ვერ გააკეთებ. ხო. და მესამე რაც არის, ტეზერი არის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანია სოფლიოში, კვარტალში რაღაც 12 მილიარდიანი მოგებაც კი დაუწერია და მაგას ვერც ერთი კერძო კომპანია ვერ აკეთებს და ნუ თავისი სახელითაც, რა თქმა უნდა, დგას ამ პროდუქტის უკან, იმიტომ რომ ტეზერის მთავარი პროდუქტი არის ეგრეთ წოდებული სტაბილური კოინი, ანუ ტოკენიზირებული დოლარი, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია ერთ-ერთში გადაცვალო და ეს პროდუქტი რო არ იყოს სანდო, მაშინ იმ მეორე პროდუქტსაც პრობლემა შეექმნება, რომელიცაც 12 მილიარდს აგენერებს კომპანია წელიწადში. აი წერან აქ მოვინიშნე ესეთი რაღაც. მე რამდენადაც ხვდები, ტეზერის ფასი არის თავიდან ბოლომდე ჩაბმული ოქროზე. ოქროს ფასი იმატებს ტეზერი. ერთ-ერთში არის თუ არა ფასები? ერთ-ერთში. გლობალ ბაზარზე რაც არის ანუ პირობითად ოქრო ღირს $4,500 პირობითად, ტეზერიც 4,000, ტეზერ გოლდიც 4,500. ტეზერ გოლდიც ღირს 4,500 და ნებისმიერ დროს შეგიძლია იყიდო ან გაყიდო. მაშინ ეს ცოტა დილეტანტური შეკითხვა უნდა დავსვა. რა შეაწყობს ტეზერ გოლდს ის რომ დაიქირავოს ცალკე არსებული აუდიტი, მასთან გადაუხადოს თანხა, კონდეს საცავი, რომელსაც ბუნებრივია ჭირდება დაცვა, ტერიტორია, ანუ რაღაც სივრცე უნდა იყოს და ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული მოგება სად არის ტეზერის მოგება სად არის. ესე იგი, ტეზერის როგორც ვთქვი, მთავარი პროდუქტი არის სტაბილური კოინი, ხო, რომელიც აგენებს ძალიან დიდ ფულს. რას აკეთებს ახლა ტეზერი, როცა ფულს იღებს, ხო? რეალურად დოლარი მომეცი და მე მოგეცი 1 USDT, ერთი ტეზერი. ეხლა რას უშვება ამ დოლარს, ხო? თქვათ შეგროვდა 1 მილიარდი დოლარი. ამ 1 მილიარდ დოლარს ესე პროსტა კი არ უდევს, იღებს და ყიდულობს ეგრეთ წოდებულ treasury bond-ებს, ანუ ამერიკის სახელმწიფოს აძლევს ფულს, ანუ ასესებს ფულს, იმიტომ რომ ამერიკის სახელმწიფო როგორც ბანკი აკეთებს პრინციპში. ტეზერი ამ შემთხვევაში გახდა შეგვიძლია უკვე top 20-ში, ანუ ამ treasury bond-ის მყიდველებში არის top 20-ში. სოფლიო მასშტაბით, ანუ არის რაღაცა იაპონია, ჩინეთი, რაღაცა და ტეზერი სახელმწიფოები და ტეზერი. შესაბამისად, ძალიან დიდ როლს თამაშობს ტეზერი უკვე ამ ბაზარზე. ტეზერის ამოცანა მარტო იმაში არ მდგომარეობს, რომ ტოკენიზირებული დოლარი არსებობს, არამედ უნდა რომ გაზარდოს ზოგადად ბლოკჩეინის მოხმარება, ხო? შესაბამისად, უნდა შექმნას ისეთი პროდუქტები, რომელიც ბლოკჩეინზე იცხოვრებენ და ჩვეულებრივ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არის. და ამ პოპულარიზაციისთვის ქმნის მე ალტერნატიულ პროდუქტებს, რომელიც არის მაგალითად ტეზერ გოლდი. ტეზერ გოლდიც შეიძლება ფულს ვერ შეულობდეს, მაგრამ ზდის მომხმარებლების რაოდენობას ბლოკჩეინზე და ეგ არის თავარი ამოცანა. ხო, ანუ ესე იგი რაღაც გლობალური ისეთი სივრცის შექმნა უნდა, სადაც ეს ადამიანები ერთი კონკრეტულ სივრცეში იქნებიან და ამ სივრცეს ბლოკჩეინი ქვია და ამის ემატება. რომელიცაც რეალურად რომ ჩვენ დღის ბოლოს იქამდე მივიდეთ, რომ ჩვენ ტრანზაქციები აღარ ვაკეთოთ რაღაცა ტრადიციული მეთოდებით, არამედ გადავიტანოთ ჩვენი ქონება უკვე ბლოკჩეინზე და იქიდან მართოთ ეს ყველაფერი. ეგ არის ამბავი. მათ შორის ტეზერი თვითონაც ყიდულობს, ორ რაღაცას ყიდულობს, ნუ სამ რაღაცას უბრალოდ. ერთი არის ამ ბონდებს, რომელსაც ამერიკის სახელმწიფოსგან ყიდულობს, მეორე არის ბიტკოინი და მესამე არის ოქრო. ამ სამ რაღაცაში აკეთებს თავის რაღაცა მოგების ინვესტიციას და ეგრე ძალიან გამჭვირვალედ აკეთებს, სადაც ჩანს ტეზერს რამდენი ოქრო აქვს, რამდენი treasury აქვს და რამდენი ბიტკოინი აქვს.
აჰა, ერთ კონკრეტული ადამიანი დგას ამ ყველაფერს უკან თუ რაღაც გუნდი? კომპანია არის, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანია არის თან ადამიანების რაოდენობით, ანუ ერთ თანამშრომელზე რამხელა მოგებას ნახულობს, ეგრე ითვლიან ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სულ რაღაცა 50 კაცი მუშაობს მომ კომპანიაში, რომელიც ამხელა პულს აგენერირებს. ეხა იყო ლიცენზია ამერიკაში სტაბილური ქოინის გამოშვების, აქამდე რეგულაციები არ არსებობდა, ეხა უფრო შემოვიდა ევროკავშირშიც და ამერიკაშიც და ამერიკის სახელმწიფომ ტრამპის ქვეშ ახალი რეგულაცია მიიღო და ერთ-ერთი პირველი ვინც აიღო ლიცენზია არის ტეზერი, ხო? არის ტეზერი, კი ბატონო. შვენიერი მე ყოველ შემთხვევაში მაგ შეკითხვაზე მივიღე პასუხი. ტრანზაქციების დროს საკომისიოზე რა ხდება? ხო, ესე იგი ჯერ არის ყიდვა, ხო? მოდი მაგაზე რო ვილაპარაკოთ, ეგ არის დამოკიდებული სხვა ბიჟებზე, მათ შორის ახლა ბიტნეტზე მერყეობს ხოლმე. მაგაზეც მაგ მე რა კითხვა, რამდენად მარტივია ჩემთვის რაღაც საერთო დილეტანტისთვის? კი ბატონო. გეტყვი, ხო, ესე იგი ყიდვის დროს გვაქვს რაღაცა საკომისიო ჩვენ კომპანიაში, რომელიც 1-დან 2%-მდე არის, სტაბილურ ქოინებზე შეიძლება 0.5% იყოს და შეიძლება კიდე ცვალებადიც გახდეს მომავალში, მაგრამ მარტივად შეგვიძლია მოკლედ შეიძინო და სწრაფად შეიძინო კრიპტო ჩვენთან. ბიტნეტზე თუ რეგისტრირდები, რეალურად აპლიკაცია გვაქვს ჩვენი და 5 წუთი შეიძლება დაგჭირდეს რომ გაიარო ვერიფიკაცია, ანუ აუცილებელია რომ რაღაცა ვიცოდეთ რომ შენ ვინ ხარ, რაღაცა მარტივი რაღაც კითხვარი შეავსო, 5-6 კითხვარი და მე face scan-ი რო არის, რო რეგისტრირდები, ეგ პროცედურა გაიარო და ზუსტად 5 წუთში შეძლებ რეალურად რომ იყიდო შენი პირველი Tether Gold. ან სხვა კრიპტოვალუტა. და ესე იგი საკომისიო არის 1-დან 2%-მდე. 1-2%-მდე და მე უკვე როცა გაგაქვს, ანუ შენ შეგვიძლია ეს გაიტანო, შეგვიძლია შეინახო ჩვენთან კრიპტო, ან შეგვიძლია გაიტანო რაღაც გარე საფულეზე, უკვე შენი არჩევანი არის. ამ შემთხვევაში იხდი უბრალოდ ბლოკჩეინის ტრანზაქციას, ანუ ბლოკჩეინი არის ფასიანი, ხო, როგორც რეალურად შენც რო იხდი, ეგ არის ფასიანი. შეიძლება შენ არ იხდიდე, მაგრამ ვიღაცა იხდის, ხო, ეს უფასოდ ხო არ გაწვდის არავინ ამ სერვისს. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფი და იაფი რო იყოს მომხმარებელი ლისთვის მხოლოდ ვახდევინებ თვითონ ბლოკჩეინის ტრანზაქციის ღირებულებას, რომელიც შეიძლება იყოს, გააჩნია იცვლება ხოლმე, მაგრამ ამ ეტაპზე რავი, მაქსიმუმ $1 არის ხოლმე, რომ გაიტანო შენი Tether Gold და ცალკე საფულეში შეინახო, ციფრულ საფულეს. აი, ის ვიცი, რომ არსებობს ცივი შეინახვის საფულე, რომელიც ბევრად უფრო დაცული არის. რამდენად დაცულია დაუშვათ პირობითად ვიყიდე, რავი, $100,000 Tether Gold. კი ბატონო. და შეინახე საათ, ანუ თქვენთან დევს და ხელს არ ყიდე ფარსად არ გადამა კარგად. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ჩვენ კომპანიას, ჩვენ ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ, გვაქვს ქართული ლიცენზია, მუშაობთ უკვე რამოდენიმე წელი, ვიყენებთ საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე კარგ wallet-ის ინფრასტრუქტურას, სადაც მაქსიმალურად დაცული არის შენი ფული და არ არის რაღაც კონკრეტულ ადამიანებზე დამოკიდებული, ანუ ეს არსებობს ადამიანები, ვისაც უბრალოდ წვდომა აქვს და მარტო შეუძლია რაღაცა გააკეთოს. ძალიან ბევრი რიგითი security feature-ი გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შენი ფული არ დაიკარგოს და ბევრი მოხმარებელი სარგებლობს ჩვენი სერვისით. თუმცა მინდა რომ თქვა ისედაც, რომ არის სხვა გზები, რომ შეინახო და არ არის აუცილებელი, რომ ბიტნეტზე შეინახო შენი კრიპტო, ანუ შენ შეგიძლია შეიძინო და გაიტანო და მაგისთვის არსებობს რამოდენიმე ვარიანტი. ერთი არის wallet-ი, რომელიც ტელეფონში შეგიძლია ჩამოტვირთო და მხოლოდ შენ გექნება ეს წომა ამ ტელეფონზე და ამ wallet-ზე და სხვას არ უნდა გაუზიარო არანაირი ინფორმაცია და მესამე გზა არის უკვე ცივი საფულე, რასაც ეძახიან, ეს უკვე რაღაც ფიზიკური device-ი არის, რომელიც არ წამოიღია, მაგრამ არსებობს და იქ რო ინახავ, ის ყველაზე უსაფრთხო თუ სწორად გამოიყენე. თუ მხოლოდ შესანახად თუ გამოიყენე, იდეალური ვარიანტი არის ბევრისთვის. დავირუსებულ კომპიუტერს არ უნდა შეუერთდე. ხო, ბევრი რაღაცა არის და არ უნდა მიაბა web-სამ აპლიკაციები არ უნდა გამოიყენო თუ არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული და რაღაც ეგეთი თემები არის, მე უსაფრთხოებაზე გვაქვს ხოლმე კონტენტი და უხსნით რა როგორ უნდა გააკეთო და თუ ვინმე დაინტერესდება, შეგვიძლია ძალიან დეტალურად საპოცას მიწეროს და აუხსნით როგორ მუშაობს ცივი საფულე, სად უნდა იყიდოს, არასდროს არ უნდა იყიდო მეორადი ცივი საფულე, იმიტომ რომ არ იცი შიგნით რა ხდება და მხოლოდ ოფიციალურ ვებსაიტიდან და ასე შემდეგ და თავის წესები აქვს მაგ ყველაფერს, მაგრამ მარტივი პროცესია და ეგრეთ შეგვიძლია რა თქმა უნდა შეინახო. შვენიერი. აი კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს, ოღონდ აი ძალიან ჰიპოთეტურია. სადღაც წარმოვიდგინოთ რომ რაღაც მოხდა, რა ვიცი, ინტერნეტს დაერხა. ძალიან ისე პრიმიტიულად საუბრობ რა. ხო. მაგ დროს რა ხდება? რა, ანუ
თეორიაში ალბათ ეგრე არ იქნება, მაგრამ შემიძლია რომ მივიდე იქ შვეიცარიაში ყოფილა. და გამოვიტანო ეგ ოქრო თუ აი მაგ დროს მის რამდენად ის არის ხო თუ ხარ არ ვიცი. იცი რა, ანუ თვითონ ბლოკჩეინი რა თქმა უნდა ინტერნეტზე მუშაობს, მაგრამ სანამ ელექტროენერგია არსებობს, მის რამდენად ისეთი ისაა რა, ანუ უბრალოდ ყველა იდეაში შესაძლებელი არის, მაგრამ იმედია მაქვს ეგ თუ მოხდება რა სხვა პრობლემები გვექნება, მაგრამ ნუ იდეაში შეგიძლია ხო, მაგრამ არ ვიცი ინტერნეტის გარშე როგორ გადაამოწმებენ რომ მართლა შენი არის ეგ არ ვიცი. ანუ ეხლა ნახე მე იმას კი ხვდები რომ რაღაც ძალიან ისე გავა ჰიპერბოლიზირე, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ სიტუაცია, აი ის რაც უკრაინაში მოხდა, ინტერნეტის პრობლემა შეიქმნა, იქნა გამომდინარე რომ დაიბომბდნენ და ღმერთმა დაგვეპაროს რაღაც დაახლოებით იგივე სადღაც სხვაგან მოხდა ჩვენთან არის. სადაც ჩვენ ვართ, მოკლედ რა. მაგ დროს ინტერნეტთან წვდომა არ მაქვს, გასაგებია რომ რაღაც მასკი გამოუშვებს Starlink-ს და მაგამ ბავშვს დამეხმარება, მაგრამ მაინც რაღაცაზე არის მიბული რა. და ოქრო მაშინ როდესაც უსაფრთხოებაზე და იქ რაღაც გლობალურ პრობლემაზე როცა საუბრობდით, როცა ის თქვით რომ ანუ ოქროს ფასის მატება შეიძლება ამანაც გამოიწვია, არის ერთი ესეთი რაღაც. მოვიდა ვიღაც და ნუ მოკლედ მემუქრება რა, ერთი რამ რაც მას შემიძლია მივცე არის რაღაც ჩემი დაუშვათ ქართული ლარი, რომელიც მას შეიძლება საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ მეორე არის ოქრო, რომელიც აქაც ოქროა, იქაც ოქროა და ყველგან ოქროა რა. Tether Gold-ი მესმის რასაც კითხულობ რამდენად ისე ჟღერს რა, მაგრამ შეიძლება გაუგზავნო ეს ოქრო იმ მომენტში. Tether გაუგზავნო ესე. კი. დავარეგისტრირო Bitnet-ზე. არა, Bitnet-ზე არა. მოიხსნას. შეუძლია wallet-ი გააკეთოს და გადაუგზავნი მარტივად უპრობლემოდ. იმედი არ მოხდება მაგ სიტუაციაზე. არა, ნუ მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, იმიტომ რომ ოქრო რაღაც პრივ აი მაგის გარანტიას გიქმნიდა თითქოს, რომ მაშინ როცა რაღაც კატასტროფა ხდება, ოქრო შენ მაგამ ბავში გეხმარება. კი, მაგას ერთი ვიდეო ნახე, კაცი ამბობს, რომ ანუ Rolex-ი უკეთია ოქროსი და რატო რა მოგწონს ამ Rolex-ში? ეს არისო ჰელიკოპტერ მანიო რა, ანუ რომ დამჭირდეს რამე რაღაცა უცბად გაფრენაო, ეხლა რომ მივცემო და რომ ნახავს რომ Rolex-ი არის და ოქროსი, ყველგან წამიყვანს, და იდეალური არის მაგისთვის, მაგრამ ნუ შეიძლება მანამდე ვიღაცამ ხელი მოგაჭას, რა ვიცი, ამ და Rolex-ი მოყვაროს, ეგ რისკიც არის. და ჩემს ზოგადად Tether Gold-ი საინტერესო არის, რა, მით უმეტეს იმის ფონზე რომ რაღაც tail rig უსაფრთხოების სისტემას მოიცავს, პლუს ამასთან ერთად მიმულია ოქროსთან. კარგია. და ესე იგი, ანუ ერთ-ერთი არის ფასი, ხო? ერთ-ერთი არის ფასი. ოქროს ფასი არის ზუსტად 1, ანუ რაღაც 31 და 8 გრამი არის ერთი ისა უნცია, ხო, 1 უნცია, რაღაცას თავისი სტანდარტებით და იმის ფასი არის ზუსტად ხო, ანუ ის $5,000 გახდა ოქრო, მაგას ნიშნავს, რომ 31 და 8 გრამი გახდა 999-იანი ოქრო გახდა რეალურად $5,000 და ეგრე ითვლება. Tethers არ აქვს ისეთი ვარიანტები, რომ აი დაუშვოთ, აი 999-იან Tethers კი არ ყიდულო. იცი რა არის, შენ არ უნდა იყიდო ერთი მთლიანი Tether Gold. ან შენ შეგვიძლია კრიპტოში კიდე რა არის, ხო? ანუ ეს იყოფა რეალურად. აი მაგაზე კიდევ ის მაინტერესებდა, кайქენი რო ეგ თქვი რა. რამდენი არის მინიმალური, რაც შემიძლია შევიძინა? 1 ლარი შემიძლია შეიძინა. 5 ლარი ჩვენთან. ანუ ესე იგი 5 ლარი შემიძლია რომ ოქრო ვიყიდო. ნუ კაი, რო გაგახსენა, ხო? იმიტომ რომ ხო, როცა წავხვდა ეხლა რაღაცა იმას ვერ იყიდი 5 ლარად ოქროს ბირჟაზე რომ მიხვიდე, მე მგონი დიდხანს ვერ გაჩერდები. ვერსაც ვერ იყიდი რა. ხო. ოქროს ტვერს. ოქროს ტვერი, ხო, ეგეც ხო იყიდება საჭმელზე რო აყრია. მართლა იყიდება ოქროს ტვერის და ოქროს ისინი პოლგებიც რო არის და ოქროს ტვერი უბრალოდ არ მიხსენებენ მაშინ როცა ოქრომჭედლები მუშაობენ და რასაც იყენებენ, ანუ იმ დაყრილსაც მე აგროვებენ, ადნობენ და ყიდიან ცალკე და არიან ადამიანები იყო და თან არის ეს ოქროს. ადამიანები არიან რომ ოქროს ეძებენ იმ ნიუ-იორკში არის ეგრეთ წოდებული მაღაზიებთან რო ხო და მაგრამ რო თხრიან რომ იქნებ რაღაც რამოდენიმე გრამი ოქრო იპოვონ და ანუ ესე იგი 5 ლარი არის მინიმალური ინვესტიცია, რის მერე შემიძლია თქვა რომ ოქროში მაქვს დაბანდებული ფული. ხო, ანუ რაღაც ვიღაც გოგოს რო ელაპარაკები შეგიძლია თქვა რომ მე ოქროს ინვესტორი. საინტერესოა. მაგ ნებისმიერ კრიპტოზე გვაქვს ბიტკოინი შეგიძლია 5 ლარიდან იყიდო. ციფრული ოქრო როგორც ჩვენ ვამბობთ. აი ისე ფასტაშორის სხვაობა რო აიყო, აი პროცენტულად რამდენით მოიმატა ოქრომ, რაღაც ბოლო 2 წელიწადში 2000 რაღაცა ქონდა, თუ 200 რაღაცა. მე მგონი 200 რაღაცა პროცენტი ქონდა. ხო, ანუ ოქრომ ბიტკოინს გადაასრო ამ ბოლო 2 წელიწადში და ბევრი და ძველი ინვესტორი ძალიან ბედნიერი არის, რომ აი თქვენ რასაც ამბობთ. ხო, ნუ არა, იდეაში რასაც აკვირდები იმ ჩარტს სულ მატებაში არა, მესმის რომ შეიძლება ვარდნები კონდეს, როგორც ეხლა აქვს, იმიტომ რომ რაღაც თითქმის 20%-ით შემცირდა ფასი, თუნდაც იანვრისთვის დასაწყისთან შედარებით. ოქროზე ამბობ, ხო? ოქროზე ამბობ, ხო რა. ეგ რა არის ბიტკოინი განახლდა მესმის რა, რომ ანუ
ესე იგი სტაბილურობის თვალსაზრისით ეს კი, არა, ეხა სტაბილური. ხო, ეხა ცოტა ისეთ დროს ვართ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რო ჩაერთო ამ ოქროს ფასში, რა თქმა უნდა, უფრო თამაშობს ფასი. მე ძალიან ბევრი კითხვა სხვა აქვს, კიდევ ერთი კითხვა გამიშთა, ეხლა ნახე როგორ. მაშინ როცა პირობითად ბანკში შევდივარ, არსებობს ეგრეთ წოდებული სესხის კალკულატორი. აქვს თუ არა ბიტნეტს იმის საშუალება, რომ დაუშვათ ჩავდე 1000 ლარი. რა თანხაზე უნდა ავიდეს ოქრო იმისთვის, Tether Gold-ი და შესაბამისად ოქროს პრინციპში ოქრო მოიხსენიებ. რა თანხაზე უნდა ავიდეს ოქრო, საიმისოდ რომ თავისი ყველანაირი ტრანზაქციების საკომისიო თემით ამით მინიმუმ რაღაც პლუსში გავიდე. ხო, ჩვენ გვაქვს პორტფოლიოს ნაწილი აპლიკაციაში, სადაც ნახულობ შენ coin-ებს, ამ შემთხვევაში თუ მარტო Tether Gold-ია, ჩანს რომ Tether Gold-ი გაქვს, იქ ჩანს რა ფასში შეიძინე, როგორ შეიცვალა ფასი, პლუსში ხარ თუ მინუსში ხარ, ანუ ეგეთ რაღაც ისიც არის და ანუ ესე გაყიდვის დროსაც ის თუ არის შესაძლებელი თქვენსავე აპლიკაციაში რომ შევიძინე ოქრო, მიუთითე რომ ამ თანხაზე როგორც კიდევ ეგრევე გაიყიდოს. ჯერ არა, მაგრამ საკითხზე მუშაობთ, იმიტომ რომ ხო, ეგ მნიშვნელოვანი არის და კიდევ და რომ აი თუ ჩამოვიდა რაღაცა 4500-ზე, მაშინ მიყიდე $100 ან $100,000 მაგაზე მუშაობ. ხო, აი ეგ საინტერესოა და მაშინ როცა მე ვუთითებ იმას რომ მიყიდოს რაღაცა $100,000, ვთქვათ $100 ვთქვათ რა. ამ დროს მე ეს $100 უკვე უნდა მქონდეს ბიტნეტზე, რომელიც იმ მომენტისთვის დოლარი არა ლარი ვთქვათ. არის 100 ლარი თუ 100 ლარის ეკვივალენტი USDT-ში ან რაღაცა. 100 ლარი არის 100 ლარის ეკვივალენტი სტაბილურ coin-ი ლარში. ანუ 100 ლარი არის 100 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ეგ რაღაც საკომისიო, ანუ ეგ. ხო, აი ეგ მაინტერესებს. 100 ლარს ბანკიდან თუ ჩაიწყავ უფასოდ არის, საქართველოს ბანკიდან TBS-დან გადმორიცხავ, 2 წამში დაგიჯდება და ზუსტად 100-ს გადმორიცხავ, 100 დაგიჯდება და ამ 100 ლარითაც შეგიძლია მე ჩვეულებრივად იყიდო. და ერთ-ერთი საკომისიო არის ამ ყიდვის და გაყიდვის დროს, რაც გვაქვს. ხო, ანუ გაყიდვის დროს მითხარი რომ რაღაცა. ერთი იგივე, ანუ ის იქაც 1-დან 2%-ამდეა, ხო? ხო, სტაბილურ coin-ზე 0.5 და არასტაბილურებზე ეხა გვაქვს მე მგონი 1.5-ია მე მგონი, ან 1-დან 2-მდე თამაშობს. ანუ Tether Gold-ზე გამოდის ან 1 ან 2. იმიტომ რომ ის არითვლება stable coin-ად, ხო? არითვლება ხო, stable coin-ად, კი ბატონო. თუმცა სტაბილურობას უქმნის. კი, ჯერჯერობით აქვს სტაბილური. კიდევ რა მეკითხვა ხო არ გაქვს? კრიპტოსთან, ბიტკოინთან რა ვიცი რაღაც ხო არ გაინტერესებს? არა, ალბათ გავხდები მეც ერთ-ერთი ინვესტორი. 5 ლარი. ხო, მარტივია და ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია უთხრა, რომ მე ჩემი ფული ოქროში მაქვს. აი, ის ანუ მესმის რომ რაღაც ეს prediction-ების კი არა, წინასწარმეტყველებების გაკეთება რთულია. თან მომავალს რო რაღაცა თქვა და ანუ რაღაც ფინანსური რჩევების გაცემა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყოველთვის საპასუხისმგებლო არის. მithumetes იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ჩამოვარდეს ფასი. რაღაც პლუს მინუს ვარაუდის დონეზე არც კი ფიქრობ და არც განიხილო საერთოდ, ხო რომ მაგაზე ისაუბრო. ჩვენი ამოცანა არის, რომ თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ გააკეთოს ინვესტიცია, მაგის საშუალება მივცეთ და დანარჩენი უკვე თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული. ვერცხლზე არაპირებთ? შეიძლება. იმიტომ რომ ვერცხლი ძალიან მაგრად იყო გაზრდილი და ოქროსთან ერთად ვერცხლის ფასიც იცი რა არის, მან არის დღეს ბლოკჩეინზე ყველაფერი ივაჭრება, ურანიუმით ვაჭრობას შესაძლებელია, მაგრამ მან თავარია რომ სანდო პარტნიორი ყავდეს, ვინც ამ პროდუქტის უკან დგას და Tether-ის შემთხვევაში ვიცით რომ სანდო პარტნიორია, თუ იქნება შესაბამისი კომპანია, რაღაცა იგივენაირი ან რაღაცა, თუნდაც ცოტა პატარა, მაგრამ სანდო კომპანია, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ დავამატოთ და რა თქმა უნდა მოთხოვნა არის თუ არა მაგასაც დამოკიდებული. აი წერან ახსენე ის საქართველოს ბანკი და TBC ბანკი. მე მახსოვს წლების წინ, როცა კრიპტო სამყაროში ბუმი იყო და საქართველოში განსაკუთრებული, მთელ რიგ კრიპტო ინვესტორებს პრობლემები შეექმნათ იმის გამო, რომ ვიცი რომ მგონი P2P ტრანზაქციების ბრალი იყო, მაშინ როცა ადამიანს ურიცხავდა და რაღაც კონკრეტული საიტიდან გამოჰქონდათ. და იდეაში მგონი რაღაც აგადასახადოს გვერდით ავლით კეთდებოდა ეგ და მაგან შეუქმნა პრობლემა. რამდენად უსაფრთხო არის ის ამბავი, რომ მე დავუშვათ საქართველოს ბანკიდან, ან TBC-ის ბანკიდან, ნებისმიერი ბანკიდან, მოკლედ ნებისმიერი ქართული ბანკიდან შემოვაქვს თქვენთან თანხა, მე გამაქვს და მე იქ უეჭველი არ დამებლოკება. ეგ არის ხო, აი ხა თუ როგორ არის ეგ ამბავი? ესე იგი ჩვენ როგორც ხარ ლიცენზირებული კომპანია ვართ, შესაბამისად საქართველოს ბანკმა და TBC-მაც იციან ჩვენი საქმიანობის შესახებ. იქ რა თქმა უნდა ბანკს შიდა რაღაცები აქვს, რომელსაც ჩვენს არ გვიზიარებენ, მაგრამ ის რომ ჩვენ მომხმარებელი ჩვენ რაღაცა ბიტნეტის ან თუნდაც სხვა კრიპტო ექსჩენჯის გამო ანგარიში დაიბლოკოს, მე ეგეთი კავშირი არ ქონიათ, ხო? არა, არ ქონია.
ნუ მე არც მე არ მქონია, მე პირადად არ მქონია უბრალოდ, მაგრამ რადგან სხვადასხვა Facebook ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, სადაც თავი პრობლემა P2P-ს ამბავში, იმიტომ რომ იქ რაღაცა ბანკის ანგარიშები იქნება, რაღაცა ფულს უცვლის კრიპტოში და ცოტა გაუგებარი ამბავი არის და ჩვენ შემთხვევაში ნუ იციან რა რეალურად. ნუ ყველაფერი ასე თქვა ღია, საჯარო საჯარო შენი ტრანზაქციები არა საჯარო, მაგრამ ბანკთან რა თქმა უნდა ისა იციან რომ მოხმარება ჩარიცხა და ჩვენ გადავრიცხეთ და თუ რაღაც კითხვები გაჩნდა cash flow-ზე ან ფულის საიდან რაღაცა თვითონ ბანკი უსვავს ხოლმე კითხვებს, ჩვენს ბუნებრივია რაღაცა თანხისწევით მომხმარების კითხვებს უსვამთ რომ რა არის ეს თანხა და საიდან და ეგ ძალიან ჩვეულებრივი პროცესი არის. რა არის ეგ თანხა სადაც კითხავს? ეს თანხა რაც არის, ნუ გააჩნია მომხმარების, მაგრამ დაახლოებით $20,000 ფაგლებიდან იწყება ცოტა უფრო დეტალური კითხვა. ოკეი. გაგცემთ პასუხებს. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი. პირიქით, მადლობა შენ. იმედია საინტერესო იყო ჩვენი მომხმარებისთვისაც და ვისაც ოქროში ინვესტირება აინტერესებს. და იმედია კიდევ ერთხელ შევხვდებით და რავი, რო იქნება ოქრო. აღარ დააწყვე როგორც ინვესტორი. როგორც ოქროს ინვესტორები. კი, მე სტილიც უნდა შევიცვალოთ რაღაც შესაბამისი რაღაცა საბუთა. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ხო, აუცილებლად. რო 10,000 თუ გახდა შავაკოს სტუმარებით შევიკრიბ. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და წარმატებები შენ საქმიანობაში. წარმატებები. იმედია რაღაცა გასწავლეთ კრიპტოს შესახებ. ბევრი ახალი რაღაც ნამდვილად გავიგე. ის კითხვები რაც გქონდა პრინციპში თავიდან ბოლომდე მგონი ამოწურე. კი არა და თქვენ ამოწურეთ პასუხებით, ასე რომ მადლობა. მადლობა დიდი და საუბრისთვის.